საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე. რაც შეეხება საქართველოს თავისუფლების დღეს, მე ამ თარიღს ვემიჯნები 26 მაისთან მიმართებაში. საქართველოს თავისუფლების დღე არის 9 აპრილი, რომელიც 91 წლის 9 აპრილს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა და აი ამ აქტის საფუძველზე გახდა საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი. ასე რომ იმ კლოუნადას, რასაც ქვია 26 მაისი და გერმანელების მიერ ოტო ჰერმან ფონ ლოსოვის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვემიჯნები და ჩემთვის საქართველოს თავისუფლების დღე არის 9 აპრილი. და არა შევარდნაძის მიერ ჩაჩოჩებული და დამახინჯებული და გაყალბებული 26 მაისი. ეხლა რაც შეეხება ჩემი სტუმრის შესახებ. დღეს ჩემგან მარჯვნივ გადაცემაში ზის ბატონი თამაზ გელაშვილი, საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი, ქველმოქმედი და სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაძარცვული კაცი, რომელმაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ვერავითარი პასუხი ვერ მიიღო იმ კითხვებზე, რომელიც მას დიდი ხანია აწვალებს და ეს კითხვები არა მარტო მას მთელ საქართველოს აწვალებს, რომ რაშია საქმე. ჩვენ რისთვის გავუშვით ის მაოხრებელი ხელისუფლება, რისთვის გამოვიდა მთელი საქართველო ქუჩაში და რისთვის დაუჭირა მხარი ბატონ ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის 1 ოქტომბერს, თუ საქართველოს პროკურატურაში, გენერალურ პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში, ძალოვან უწყებებში ყველგან ისევ და ისევ ადეიშვილის, მერაბიშვილის და აი ამ სააკაშვილის ასპიტების ჯალათები და აი ეს, რო იტყვიან, გამყალბებლები და მძარცველები და ხალხის გამტყევებლები უნდა ყოფილიყვნენ. ბატონი თამაზი საინტერესოა იმ ხრივაც, რომ ის გახლდათ ჩემი რესპონდენტის საიდუმლო ვითარებაში გარდაცვლილი ცხონებული ლაზარე ჯორბენაძის კლიენტი. ბატონი თამაზ ჯორბენაძე ამ რამდენიმე თვის ბატონი თამაზ გელაშვილი ამ რამდენიმე თვის წინათ მე დამიკავშირდა და მთხოვა, რომ შემეხვედრებინა და გამეცნო მისთვის აცგანსვენებული ლაზარე ჯორბენაძე. რათა მას, როგორც ადვოკატს, იურიდიული მომსახურება გაეწია მისთვის აი ამ უსამართლო სასამართლოში. თუ რა მოხდა შემდეგ და თუ როგორ განვითარდა მოვლენები და თუ რატომ მოხდა ის, რომ თებერვალში ამ კაცმა გაზეთ ასავალ-დასავალს მისცა სკანდალური ინტერვიუ და ხელი დაადო საქართველოს მოქმედ პრემიერ-მინისტრს ილხამ ალიევთან საიდუმლო გარიგებაში და დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემაში და ამის შემდეგ კაცი გახდა ავად ლაზარე ჯორბენაძე და შემდეგ ძალიან მალე გარდაიცვალა. როგორც მისი მეუღლე, რა ვიცი, თავი ასე გაგვაცნო, ქალბატონი ხათუნა სირაძე აცხადებდა, მან თავი ჩამოიხრჩო. და 4 აპრილს ლაზარე შაბათს ასეთ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი კაცი წარმოუდგენელი სისწრაფით, რაღაც ასტრონომიული სისწრაფით 3 დღეში დაასაფლავეს. ქრისტიანი კაცი, აღსარებელი კაცი, მართლმადიდებელი კაცი, ხუცესი, რომელიც კარსნის ეკლესიაში წირავდა ცხეთის გზაზე, შაბათს გარდაცვლილი 3 დღეში დაასაფლავეს. ბატონ თამაზ, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ დღეს სტუდიაში. ის ბორჯომიდან ჩამოვიდა საგანგებოდ ჩემი თხოვნით დღეს და მე მინდა რომ მოუთხროთ საზოგადოებას რა მოხდა და რა მდგომარეობაში იყო ეს კაცი ლაზარე ჯორბენაძე. თქვენ მაგას მასთან გქონდათ როგორც ადვოკატთან ძალიან ახლო ურთიერთობა, საქმიანი ურთიერთობა, თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა და
შეეძლო თუ არა ამ მდგომარეობაში მყოფ კაცს თავის ჩამოხრჩობა და და სხვათა შორის ვცერდება ხმები რომ ავცელებ რომ ის არ იყო ფსიქიურად ნორმალური და შერაცხადი. აი რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? დიახ. მოგესალმებით. თქვენ ახლა ახსენეთ რომ რამოდენიმე თვის წინ გავაცანიო თითქმის 1 წელია რომ ჩვენ ხო აი თითქმის ხო აი ეხლა მე 1 წელია. დიახ. შემდგომ გვიან შემოდგომაზე მითხრა რომ შეუძლოთ გრძნობო თავს. ეს არის 2025 წლის შემოდგომა. შემდგომ შევხვდი ნოემბერში. დიახ. ნოემბერში მითხრა რომ რასაც ჭამ ამომდისო უკან. ნუ ანუ ხო გასაგებია ის. ეხლა მე ძალიან ბევრ მედიცინის პროფესორებს ვიცნობ და შემდგომ ძალიან გვიან სამწუხაროდ ვკითხე რა ხდებოდა და შემდგომში ვიტყვი ჩვენს ეჭვებზე. ბატონმა ლაზარემ თხოვა რომ იანვარი იყო, დეკემბრის ბოლო ისინი დღეები სავატყოფოში ვარო და მოდიო ნახევ. რომელ სავატყოფოში იყო? მე მგონი ჩაფიძის კლინიკაში იყო, არა? თუ არ ვცდები, დიახ. ჩაფიძის კლინიკაში. ავედი და მეუღლეც იქ იყო. ეს ქალბატონი ხათუნა სირაძე არის, ხო? მე მგონი ვცდები, არა? იქ იყო. მიუტანე 5000 ლარი და მე უთხარი. მამაო, მიხედე მეთქი თავს, იმიტომ რომ ეგ ცოტა საეჭვო ის არის მეთქი რომ რასაც ჭამს აღებინებს. იმიტომ რომ ექიმებს რო ვკითხე არა, ეგ არისო მოწამვლის პირველი ნიშანიო. ნიშნები, დიახ. ხო. მე ვთხარი არ დაიშურო ეხლა ხარჯები აგრე და შემდგომ ვიყავი სახლში მაგასთან სიკვდილამდე. ეს სად იყო სახლი? სად იყავით სახლში? გდანში. რომელ მიკრორაიონში? პირველი მგონი. დიახ. იცით ის სახლი სადაც იყავით? კი. მიაგნებთ ბატონ თამას? კი, როგორ არა. დიახ. მერე? მივედი და იწვა ძალიან სუსტად იყო. დიახ. კითხე მე ვთხარი რატომ არ მიდიხართ საუკეთესო ექიმებთან მეთქი და რა ვიციო გამივლისო ალბათო. შემდგომ ველაპარაკე 3 დღის მერე ტელეფონით. ეს უკვე 2026 წელია ალბათ, ხო? კი. ეგ იყო უკვე მარტში. 2026 წლის. 26 წლის მარტში. და 4 აპრილს ის გარდაიცვალა. ვიცი. შემდგომ ველაპარაკე და უთხარი რომ თუ კიდე რამე ისა გინდა მეთქი არა? მითხარი მეთქი. ჩამოვედი. დიახ. ძინავსო მითხრეს, ველაპარაკე ტელეფონით, არ გინდა მოსვლაო? ვინ გეუბნება ამას? მეუღლე. ხათუნა სირაძე. კი. დიახ. მოკლედ ძინავსო და სიკვდილამდე ესე იგი წინა დღეს საღამოზე 3 აპრილს ველაპარაკე კიდევ უკვე პირადად მაგას. ტელეფონით თუ პირადად შეხვდით? არა, ტელეფონით. ერთი კვირით ადრესა ვნახე სახლში რომ იწვა. დიახ. და მეუღლეს და სთხოვა რომ ამაყენეო, ისე სუსტად იყო. სუსტად იყო რომ ვერ შეძლო დამოუკიდებლად წამოდგომა. ჩაჯდა დივანზე და ვილაპარაკეთ 1-2 საათი რა. რას ამბობდა საინტერესოა ამ მდგომარეობაზე? საკმაოდ ძალიან ესეთი დაკვირვებული კაცი იყო. არა, ერთი ამბავი რომ მე მაგას სიკვდილს თუ აპირებდა ანუ თვითმკვლელობა. არ არსებობს ვარიანტი. მაგი არის გამორიცხულია. მე ახლა ბოლო მეტყოდა რომ ასეთი ამბავია რაც
უიმედობაში არის. დეპრესია რამე შეატყვეთ რა. არაფერი. პირიქით მითხრა რომ ნუ გეშინია შენი საქმე კარგად იქნება. რამოდენიმე ძალიან მომგებიანი საქმე სასამართლოში წავაგე და რომ გამომკითხა ვინ იყვნენ მოსამართლეები პირდაპირ მითხრეს ეს ადეიშვილის მოსამართლეა ეს იმის მეგობარია ეს იმის მეგობარია აბსოლუტურად სულ იცნობდა რა აბსოლუტურად სულ და ყველა შესახებ ქონდა ინფორმაცია და ჩემი საბუთები რო ნახა რა ამას სულ ყველაფერს მოვიგებ მეო მაგ საქმეზე ჩვენ გადავართ ყველაფერზე აი ახლა ეს მოურჩეთ ერთი სიტყვით ის იყო იმედიანად არ ქონდა დეპრესია არ იყო რაღაც გესმით და იყო შემართული საბრძოლველად კაცი სამში აპრილს საღამოს 9 საათზე ველაპარაკე დიახ მანამდე ვიყავი ერთი კვირით ადრე სახში და 2 საათი გქონდა დიახ იურიდიულიც და ისეც ხო და ვერაფერი ვერ შევატყვე დიახ და ეხლა 5-6 საათში თუ ჭკუა გადაუბრუნდა მაგისამე არ მჯერა და თანაც ბოლო-ბოლო ბერი იყო სასულიერო პირი იყო და მაგი სასულიერო მაგას არაფრით არის ყარშნის ეკლესიაში წირავდნენ ხო ვიცით ეხა ჩვენ და ნუ ეგ იცი საპატრიარქომაც და ესე სხვათა შორის მე ძალიან გაკვირვებული ვარ ბატონო თამას საპატრიარქო ამასთან დაკავშირებით ხმას რატო არიღებს გაკვირვებული ვარ კაცი იყო სასულიერო პირი და რატო არიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქო ხმას ვარ გაკვირვებული მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მამა ანდრია ჯაღმაიძეს საპატრიარქოს პრესამსახურის უფროს ხელმძღვანელს და იმედია რომ საპატრიარქო ამასთან დაკავშირებით ჯობს გვიან მიდრე არასდროსო ნათქვამია და რაღაც ერთ-ორ სიტყვას იტყვის მაგის გარდა თელმა ქართველმა ერმა დიახ სანთელი უნდა აუნთოს რომ გავიგეთ დავით გარეჯის ამბავი კი ბატონო მაგისაგან გავიგეთ თუ გავიგეთ და ფაქტია რომ სიმართლე გამოდის ესე ამათი დიდუმილი მისგანაც გავიგეთ რომ არაბები რომ მასიურად შემოდიან ეხლა ჩვენთან მაგალითად ბორჟომში არა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არის პლატო კი ბატონო საბაგირო გზა კი ბატონო და პლატოდან სოფელი პირველი სოფელი არის სადგერი აი იმ საუკეთესო ადგილას არაბებმა მიწები იყიდეს და ვილები ააშენეს გასაგებია ეს ხდება აი ამ ხელისუფლების პირობებში ეხლა 6 თვის წინათ 8 თვის წინათ მე ეხლა გამოდიან იგლ ჰილსიო თუ რაღაცა და კი ეს არაბული ქალაქები უნდა რა გვინდა ჩვენ არაბული ქალაქები ნუ ამათ უნდათ ახლა ეს გასაგები ამათ რაც უნდათ მე გავაგრძელოთ აი ჯორბენაძის ამბავი მაინტერესებს მე რა იყო რას გეუბნებოდათ და მე რა მოხდა მე გაგირეკავ თქვენ და გაგაგებინეთ რომ აი ესე მოხდაო ჩავედი მე ველაპარაკე იმას მეუღლეს რას აპირებთ მეთქი როდის აპირებთ მეთქი ან გასვენებას სამზადისი როგორ არის შინაურები არიანო არა ჩვენ ახლა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ მე დაგირეკე თქვენ და გაგაგებინეთ ესე იმიტომ რომ ამ ქალმა დამირეკა მე აბღავლებულმა ბატონო დიტოვო დამღუპაო და თავი ჩამოიხრჩო მე დაურეკე კიდე მაგათ მე მითხრა რომ აქეთ გვერდით ოთახში ვიყავი გასულიო შემოვედიო და დამხტო ჩამოხჩვალიო და მე ჩამოხსენიო კიდე კარგიო ბავშვიო თავის დასთან იყო წასულიო და ეს ამბავი ამ ამბავს არ შეესწრო ახლა თქვენ რა გითხრათ ამ კალბატონმა მე მითხრა რომ მთელი საღამო ვადექიო თავზეო და მითხრა რომ წადი ახლა დაისვენე შენაო აჰა გავედიო მეორე ოთახშიო და 1 საათით დავისვენე ვარ ვიცი ხლა იმის 1 საათი წაიძინა თუ რა დავისვენეო შემდგომ გამოვედიო და ჩამოხჩვალი ნახეო ჩამოხსენი მეო ნუ ეხლა მე
თავი რო ჩამოიხშო არ მჯერა. მაგრამ შიგ რა მოხდა არ ვიცი. თვითონ რას ამბობდა ბატონი ლაზარე ჯორბენაძე, რას გეუბნებოდათ? აი ეს ღებინება რო ქონდა, აი განუწყვეტელი შეუჩერებელი ღებინება რო ქონდა. ის ძალიან განათლებული და დაკვირვებული კაცი. ვერაფერი ვერ გამიგესო. მე ის ფული რომ მივეცი ექიმების ხო, ნუ თავს მიხედე. ვიღაცი წამალი გინდა თუ რაღაცა მეუთხარი რა, კარგ ექიმებს და მიდი და დახარჯე მეთქი მეუთხარი. მოგცემ კიდევ მეთქი, კაცო. ხო. ხო. აი ასეთი ამბავი მოხდა და მეუღლემ აიღო ტელეფონი მე რომ ურეკავდი და ასეთი ბატონთამან ასეთი ამბავი უბედურება მოხდაო და რას აპირებთ მეთქი? ხო და მოისურვაო რომ პატარძეუშიო მამაჩემის გვერდით მინდაო თუო რამე დამემართაო და მანამდე მე მაკაცის სიკვდილს აპირებდა თუ არა არაფერი არ შემიმჩნევია და სხვა რა უნდა ვთქვა. თქვენ რას ფიქრობთ ბატონ თამას? ბევრის მნახველი კაცი ხართ. არ მჯერა მე რომ მაგან ჩამოიხჩო თავი. და თქვენ გჯერათ რომ ეს ყველაფერი უკავშირდება იმ ინტერვიუს რომელიც 2026 წლის თებერვლის დასაწყისში რა თქმა უნდა გაზეთ დასავალში გამოქვეყნდა და ლაზარე ჯორბენაძემ ხელი დაადო ირაკლი კობახიძეს რომ მან ქართველი ერის მალულად ხელი მოუწერა ილხამ ალიევს საიდუმლო ხელშეკრულებაზე რომლის თანახმადაც დავით გარეჯის სადავო ტერიტორიები გადაეცა აზერბაიჯანს. ეს საქმე დაიწყო წყეულმა სააკაშვილმა და დაამთავრეს დღევანდელმა წყეულებმა და დამოაწერეს ხელი. აი ეს თქვა ამ კაცმა. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება არის გაჩუმებული, ხმას არ იღებს, ლაპარაკობენ ყველაფერზე. ლაპარაკობენ აბსოლუტურად ყველაფერზე, პენტაგონზე, დანიაში მიტინგის დარბევაზე, ჭიჭე ვაშაძეზე, სააკაშვილის იმიჯის შეცვლაზე. რა ვიცი ყველაფერზე რა, ცისას და ბარისას როგორც იტყვიან, მაგრამ ამ თემაზე, ესე იგი, თითქოს არ არსებობს ეს თემა, თითქოს ესე იგი, გაქრა ეს პრობლემა, კაციშვილის სიტყვას არ ძრავს. ეხლა მოდი გადავიდეთ ყველაზე მთავარზე. რატომ დაუკავშირდით თქვენ ლაზარე ჯორბენაძეს? რამ გაიძულათ რომ ლაზარე ჯორბენაძე დაგექირავებინათ როგორც ადვოკატი? რა მოხდა თქვენ ცხოვრებაში? მე წაუსწრებ მოვლენებს წინ. თქვენს წინაშია ძვირფასო მეგობრებო ადამიანი, ბატონი თამას გელაშვილის სახით, რომელიც საქართველოს დამაქცევარი ნაციონალური მოძრაობის დროს საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაში 1 საათში გაჭაღარავდა. კაცი შევიდა შავი თმებით პროკურატურაში და ვერ იცნო საკუთარი ოჯახის წევრებმა, თავისმა ქალიშვილებმა ვერ იცნეს, კაცი მივიდა თეთრი. აი როდის მოხდა ეგ ამბავი მითხარით და რატო მოხდა? ეგ მოხდა 2004 წლის 23 აპრილს. 23 თუ 24 აპრილი იყო. დიახ. მოყოლილი ვარ მე ეგადა თუ ეხლა მაინც ტელევიზიის მაყურებელმა ტელევიზიაში ასავალ-დასავალის მკითხველმა ეს იცის, მაგრამ ამას ძალიან ფართო მაყურებელი ყავს ჩვენს გადაცემას. მთელი ემიგრაცია ამას უყურებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ობიექტივში ვიყავი და კი ბატონო ვიტყვი კიდევ. მოკლედ ვთქვათ ბატონო თამას. კი ბატონო. ირაკლი ოქრუაშვილმა დაგიბარათ. ვაკე საბურთალოს პროკურორმა გეთიამ თამას გეთიამ დამირეკა დილაზე 10 საათზე იყავი. გენერალური პროკურატურის ეზოსთანო. დიახ. მივედი, მომკიდა ხელი და შემიყვანა ოქრუაშვილის მისაღებში. ოქრუაშვილი ამ დროს არის საქართველოს გენერალური პროკურორი. დავინახე რომ ყავა შეუტანა მდივანმა, მარტო იყო, არავინ არ ყავდა. გადის 10, 15, 20 წუთი, ნახევარი საათი, კიდევ შედის, გამოდის, მერე შევიდა პირველი მოადგილე
ჯანაშია ვინ რომელი ჯანაშია? ეს სინგაპურას რო ეძახიან? გონიები იყო პირველი სამოადგილე იყო ეგ. ეს ლაურ ჯანაშიას ვაჟი არის? დიახ, ზუსტად. და ეხლა საბძანდება ეგ. აზზე არა ვარ. ამათაც ჩახუტებული ყავთ? არ ვიცი. მაგას არ ხო, ვიცი. მე შევედი და არა, სამდე შევიდოდი. გავიდა 50 წუთი. არაფერი და 11 საკლია 10 წუთი. ტელევიზორი არის ჩართული და მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. უსვათ უჩვენებენ პარლამენტს. სლომათა დარბაზს. ანუ მიშას პარლამენტი შეიკრიბა უკვე. კი. ხო და უხუცესმა წევრმა 11 საათზე ელდარ შენგელაიამ გამოაცხადა კვორუმი შედგაო. ხო და აი მაშინისა მიმიწვიეს. მე ხლა აქამდე არა ფიქრობდი რატო მაცდებინებენ 1 საათს მეთქი. რომ მიმიწვიეს არა ოქრუაშვილმა არც ის მითხრა სკამზე დაჯექი ან რაღაცა დაარტყა მამიდას ყელი და აქციები აქ დააწყეო ჩიტახევი გესისო. ეს ჩიტახევი არის ბორჯომში. 10 კილომეტრზე ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით. მე ვთხარი რომ არ დავაწყო მეთქი და მივხვდი ახლა უცბად რომ მე წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყავით და იმუნიტეტი მქონდა და დაელოდნენ იმ პარლამენტის ვადის ამოწურვას და ახალი პარლამენტი როგორც კი მუშაობა შეუდგა თქვენ უკვე სადეპუტატის იმუნიტეტი დაგახეთ და იმიტომ ნუ ერთ სიტყვით მე უკვე მოგაქციეს პროკრუსტეს სარეცელში როგორც ითქვია. მე ვითხარი რომ არისა დავაწყო მეთქი და ჩაერთო ის ჯანაშია ხო? მუზდელი ამის ტოლა კაც მეუბნება ბიჭო მოიტანეო თორეო სამი უმაღლესი ბინა გაქო ქვემო ვერაზეო სამი გოგო მყავსო დიახ და საკანში რო შეხვალო აქციებს კი არა იმ ბინებსაც მოგცემ და ეს გოგოებიო ქუჩაში დაგრჩებიანო. ნუ ანუ ერთი სიტყვით ეხლა ქუჩაში დარჩენა მე ისიც ვიცი რას უკეთებდნენ იმ ბავშვებს საკანში მამის თვალწინ რომ გამო 1 საათი მომწეს ვადა. რომ მივედი სახლში სანამ და სამივიდოდი ჩემს უფროს გოგოს სამედიცინოზე სწავლობდა ბოლო კურსზე გინეკოლოგია. მამა მეთქი მალე ისა მოვალ და თქვენი სატანი საბუთები რამე კონდეთ თანა მეთქი და უნდა წავიდეთ მეთქი საქართველოდან მეთქი. არა აღარ უთხარი იმაში იმიტომ რომ მე შინოდა რომ ისმენდნენ. რომ ავედი ლიფტით სახლში და გამიღო კარები მამა რა მოგივიდაო და არ შეგეშინდეს ჯერ ეს მითხრა. რა არის მეთქი და მიმიყვანა სარკესთან და თეთრი ვიყავი სულ. ანუ 1 საათში გათეთრდით. 1 საათში თლიანად. მოკლედ შემდგომ მე ნერვიულობის ნიადაგზე გულზე მომწყდა სარკველი 4 სარკველიდან 1 სარკველი და მარცხენა ხელი და ფეხი გამიჩერა და გერმანელმა ექიმებმა გამიკეთეს ოპერაცია. დიახ. და იმათმა მითხრეს რომ 1,000,000 კაცში ერთს ემართება ემო. იმდენად ძლიერი იყო სტრესი. ერთი სიტყვით თქვენ წაგართვეს ეს ხესი. არა, მიმაყიდინეს მე-10 ფაზში. საკონტროლო პაკეტი იყო ჩემი ბენდუქიძის დაზე. აი ეს კახა ბენდუქიძე რო იყო, ხო? ამათი დიახ. დიდი გურუ. დიახ. ხო და ის ფულიც ჩემი წილი შემატანინეს ქართული არმიის განვითარების ფონდში. რა თანხა იყო ეს? 800,000. ქართული არმია განავითარეს. კი.
შემდგომ ესენი რომ გადმოაყირავეს, გავიგეთ რომ ეს ყოფილა კერძო ფონდი და ამ ხელისუფლებამ იმ ფონდის ავანტ-ჩავანი ვერაფერი ვერ გაიგეს ამბავში. აი ეხლა რასაც ლაპარაკობს თვითფასო მეგობრებო, ეს ასავარ-დასავარშიც დაბეჭდილია. ობიექტივშიც, ტელეკომპანია ობიექტივშიც ნალაპარაკები აქვს. ახაც ლაპარაკობს, მაგრამ არც საიდან ხმა არსით ძახილი. ამ ხელისუფლებას ეს არ ესმის. 52,000 განცხადებაა შეტანილი ასეთი დაყაჩაღებული ხალხის. გაძარცვული ხალხის 52,000 განცხადება გენერალურ პროკურატურაში უდევთ და ნაფტალინი მოაყარეს და ყოველდღე დადიან და აყრიან ნაფტალინს. და 400 საქმე აქვს გამოძიებული. მე გავაგზავნოთ ერთი საწამით. ადვოკატად ყავდა მიხეილ ნოზაძე, რომელიც 30 წელი მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში. შემდგომ იყო მოსამართლე. ნუ ძალიან დიდი ის იყო. გამოცდილება ჰქონდა. იურისტი და დიდი პიროვნებაც იყო და რაც მთავარია მეზობელი იყო იქ და მაგალ მითხრა არ მოვისვენებ მე სანამდე 8 წელი წერდა წერილებს გენერალურ პროკურატურას და 6 თვეში ერთხელ პასუხობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება. ორი დღის ამბავი ახლა. და შემდგომ 8 წლისა და 6 თვის მერე მოვიდა წერილი რომ არაფერი არ დაირღვა, თქვენ მიყიდეთ ისა, თურმე მე სიზმარი ვნახე, რომ ფული მაგდენი ხელზე არ მქონდა, ეს აქციები უნდა შემეტანა ბანკში, სესხი ამიღო და ქართული არმიის ფონდში უნდა შემეტანა. ხო. ალტრუისტული მიზნები გამოძლევდათ. ხო, აი პატრიოტული ასეთი ამბები და განწყობით. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ 8 წელნახევარი რომ ვითომ მიდიოდა ძიება. ჯერ ეს ერთი მაშინვე გავიგეთ რისთვისაც ხდებოდა მაგი. მაგი ხდებოდა იმიტომ რომ თურმე სტრასბურგში რომ იჩივლო 8 წლის მანძილზე უნდა იყოს ესა ჩივილი. მაგრამ მე ვთხოვდი რომ პასუხი მაინც ისა მომენტით უარყოფითი პასუხი მეთქი მაინცა. თურმე იქ უნდა გქონდეს პასუხი დადებითი გექნება, უარყოფითია რა. მიიღებენ ისინი წარმოებაში იმას, წარმოებაში. ესენი პასუხობენ, მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარეობს გამოძიება. მერე არა გააკეთეს ისე რომ უკვე ხანდაზმულია და სტრასბურგს უკვე ვეღარ მიმართა. ეხლა მაინტერესებს გადავიდეთ ჩვენი თემის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილზე, თუ შეიძლება ასე ითქვას. ისე უბრუნდები ლაზარე ჯორბენაძე რატო გახდა თქვენი ადვოკატი? მე მარტო მე კი არა, ყოველთვის, ყოველ თვე ვყიდულობდი რაც რომ თქვენი ასავალ-დასავალი მოქმედებს, იბეჭდება და კიდევ ერთი ის იყო ძალიან მაგარი გაზეთი სამწუხაროდ აღარ არის საქართველოს და მსოფლიო. იმას ვყიდულობდი 50 ცალს ყოველ კვირა და სანათესაოს და მეგობრებს ვაძლევთ, იმიტომ რომ ხალხს ფული არ ქონდა რა. თქვენ იმას 10 ცალს. მოკლედ იქიდან გაიცანი თქვენ ახლა ეს კაცი და გავიცანი და გთხოვე მერე თქვენ კიდევ გამაცანით და კი ბატონო. ჩემი ისინი მე კიდე ბევრ ხალხს მივეცი ფული 90-იან წლებში ნოტარიულად უპროცენტოდ ჩავუწივი
შემდგომ უკვე რომ აღარ მქონდა ბიზნესი, მივაკითხე ამათ და სასამართლო დავები მქონდა აუარებელი რა. ხო და ვაგებდი ყველგან კაცო. ზოგი ისა მეუბნებოდა ხანდაზმულიაო, შენ უნდა გაგეფრთხილებია, შენ ისა მევალეო, შეკვეთილი წერილით უნდა მოკლედ რა გამაგიჟეს რა გენერალურ პროკურატურაში და მეორე კიდე ეს კაცი რომ ასეთი იურიდულად კარგად წერდა და თანაც აზროვნებდა. რაც თავარია უშიშარი კაცი იყო რა. ესეთი კაცი. მაგრამ თქვენ თავარი საქმე ვინ არის ის კალი ადეიშვილის ღამის ნოტარიუსი ეს ნუნუ გინტური აი ეს არის თავარი და მინდა რომ ეს მოკლედ ვისაუბროთ ამის შესახებ. ეს კალბატონი როგორ შემოიჭრა თქვენს სფეროში? კიდევ ერთხელ მოყვები მაგ ქალის ისტორიას. ცენტრში ქონდა მაგას ეს სანოტარო კანტორა. ქალაქის ცენტრში. კი. აი ეს კაზინო ევროპა რო იყო ყოფილი. აი იქვე ახლოს. იქვე ახლოს ვერის ბაღისთან. ნუნუ გინტურზია საუბარი. დიახ. ხო და 1-2 მაგასთან ვიყავი აი ვალებზე 500,000 გასესხებული რაღაც რამდენიმე. ნუ რაღაცა და უხდიდი კარგად ფულს რა და იყნოსა უკვე და შემოგთავაზა სამშენებლო ბიზნესი ერთობლივად. ხო, არა, მაგის გარდა გესი რომ ამახიეს ასე ვთქვათ. კი ბატონო. გაიგო მაგან. დიახ. ხო და დამირეკა შემხვდიო. მეთქი მაგასთან რა საქმე მაქვს. ნუ მაინც შევხვდი, იმიტომ რომ შვილები აქვს ყავდა სტუდენტები და ყოველ კვირა ჩამოვაკითხავდი ხოლმე. გავიარე ჩემისა გოგოს ბინაც კიდე მაგის სანოტარო კანტორის გვერდზე იყო. დიახ. ხო და მოდიო ძალიან კარგი ბიზნესია უმშენებლობაა. და არ მეუთხარი არ გამომაჩინოთ მე არაფერი არ მინდა მეთქი წამართვეს მაგიც წამართვეს გესიც მეუთხარი ფულით წამართვეს და მუნიციპალიტეტის შენობა რო არის ახლა ხორჯოში ბაზარი იყო მეთქი ცენტრალური ბორჯომის და ეგეც ჩემი იყო და ეგეც წაიღეს მეთქი და შენ გეშინიაო მე ადეიშვილის ნოტარიუსი ვარო ადეიშვილი იქნება ჩვენი კრიშაო. ხო. ვიფიქრე რამოდენიმე არ მასვენებდა ტელეფონზე მირეკავდა რა. 20 წლიდან სტუდენტი რო ვიყავი. მუშაობ იქიდან. უწყვეტი სტაჟი მქონდა სულ, იმიტომ რომ საღამოზე ვიყავი და მამა მყავდა ომის ინვალიდი ცალკელა კაცი და მამე ჩემს ისტორიის პედაგოგს რა უნდა ქონებოდა. მე თვითონ შრომობდი ასე ვთქვათ. დიახ. მიჩვეული ვიყავი შრომას და კარგი მეთქი. ოღონდ არ გამომაჩინოთ მეთქი. მე მყავს მშენებელიო და მშენებელს მე ვთხარი 5-10% აქვს. მაგრამ მე მოდი ასე გიზავთ მეთქი. მიწაც ჩემი იქნება. ფულიც ჩემი იქნება. 40% მომეცეთ მე, ოღონდ არ გამომაჩინოთ მეთქი. 60% თქვენ აიღეთ მეთქი. ამათ მაიფიქრეს რომ სულელიაო ესაო და ამახიეს მთლიანად ეს ფული. რა თანხაზეა ლაპარაკი? $9 მილიონი. ეს $9 მილიონი. ბატონ თამას თქვენ კონდათ ამ ქალბატონთან დავები და ეს კალი მოხვდა ციხეში. არა, მაგრამ მანამდე იყო თელი ამბები კიდე და მაგის მინდა რომ ერთ 15 წუთი გრჩება ჩვენ და იქნებ ჩავეტიოთ ამ ამბავში რა. მაგის ამბავს ახლა მოგიყვებით თლიანად.
გავიგე. დავიჯერო ამან 9 მილიონი სახში წაიღო და უყურეთ რა არის. ამას მისცეს ამის უფლება ნაცებმა? როგორ არ მისცეს? არა, გასაგებია მესმის, მაგრამ იქ სხვებიც გამოუჩნდებოდნენ, მას სხვა მტაცებლები. გეტყვით. თუ როგორ იყო ეგ ამბავი? გეტყვით ახლა. მაგას ანთებული ქონდა შუქი რა. ეგ გასაგებია. ყველაფერზე. ხა ადეიშვილის ღამის ნოტარიუსი იყო. ღამის 3 საათზე ციხეში მიყავდა და ახებდნენ ხალხს ქონებს. და ქონებს. ეხლა წარმოიდგინეთ, ისეთი თავზე ხელაღებული ხალი იყო, რომ მერე გავიგე მე ეგა. ჩემი სტატიები რო თქვენ რო აქვეყნებდით და ისა გავიგე რომ მანუჩარიც გადაუგდია მაჩაიძე. მანუჩარ-მაჩაიძე და ბოჭა-მაჩაიძე კაცო. და თანაც ერთად კი არა, ერთ საქმეში, სხვადასხვა კი, ბატონი მანუჩარი კაცო რა. $500,000 აახია ამ იმას გოჩასა და მანუჩარს 2 გექტარი მიწა თბილისის გარეუბანი. გესმით თქვენ ეგ რა არის? ბატონი მანუჩარი მაგამბავს შეეწირა, კაცი ჯამთელობით შეეწირა. ეხლა უმძიმეს მდგომარეობაში არის და ბატონი გოჩა მაჩაიძე ჩემგან დიდი პატივისცემა ორივეს და დიდი რა ვიცი, აი დიდი მოკითხვები. ვერაფერს განადგურა ხალხი რა. ვერაფერს ხმას ვერ ვიღებდი, იმიტომ რომ მეთქი შემაგდებენ საკანში. ეს ყველაფერი ხდება სააკაშვილის დროს. კი, 2008 წელი. ხო და გავიგე რომ ადეიშვილი და მერაბიშვილს იქ სააკაშვილის ხო იყო კარზე. კარზე იყო ერთი 5 ჯგუფი რა. ხო, დაჯგუფებებს შორის იყო ბრძოლა. ბრძოლა იყო და მერაბიშვილსა და ადეიშვილს შორის მოხდა მაგარი ჯგუფი. ხო და იქაური კაცი არის მერაბიშვილი და დაუკავშირდი რა ვიღაცების სახით და თანაც ერთად ისა ვიყავით პარლამენტში მე ადეიშვილი და ის მერაბიშვილი და მე ვხარი ასეთი ამბავია მეთქი და მომწერე მეო პირადად მეო არავით არის სხვაო მე ჩაუტარებ ჩრეკასო მივწერე ჩაუტანე მე კი არა პოლიციამ ჩრეკამ ერთდროულად 2 ლოკაციაზე ერთი გინტურს სანუტარო კანტორაში მეორე ბუღალტერს რომელიც სამწუხაროდ ჩემი ის იყო ბიძაშვილი გესში მყავდა გესი იყო 12 წელი ჩემი და 11 წელი და 6 თვე მაგი მყავდა უფროს კი ამ თავარ ბუღალტრად გიღალათად თქვენმა ბიძაშვილმა რა თქმა უნდა ნუ ეგ შეულებრივი ამბავია შემდგომ ხო და იმის ბინაშიც ჩაატარეს და აი ბინაში აღმოაჩინეს გინტურის ძველი ნოტარიუსის ბეჭედი რომელიც აქტით იუსტიციის სახლში განადგურებული იყო მაგრამ ეს იყენებდა მაინც ეს იყენებდა რატო გინტურს განთქმული მქონდა საქართველოში ყველგან ბათუმიდან ჩამოდიოდნენ ფოთიდან ქუთაისიდან თბილისიდან ყველგან რა ვინც მოკლებოდა უშვილო ადამიანი და რაღაცა რა უპატრონო მოვიდოდა ვიღაცა მეზობელი ან შორეული ნათესავი ან პროსტა ის ვინც რო იცნობდა რა ხო და ეთქვა რომ აი ეს ქალი მოკვდა მემკვიდრე არ ყავს ანდერძი არ აქვს ხო და მაგის შეკონება შენ გონია 5000 იღებდა და $10,000 30% მესამედი რა ვარ ეხლა ხო წარმოგიდგენია ძველი რიცხვით 10 წლის წინანდელი იმით დააწერდნენ იმას რა ქვია ყალბანდერს ანდერს და არ ტყავდნენ ბეჭედს და всё გაუქმებული ბეჭედი რომელიც უნდა ყოფილიყო გაუქმებული და ეს ბეჭედი ამოიღეს ჩხრეკის დროს ამოვიღეთ ეს მე კი არა პოლიცია იმანა და ის გამომძიებელი კარგი ის იყო ბიჭი რა ეთქვა უფროსისაგანაც ქონდა ნათქვამი რომ
მიეხმარეო. მითხრა ასეთი ამბავი არისო, აგერ არისო ეს ბეჭედიო. მე ეს ბეჭედი არ შემიძლია რომ მოგცეო. მაგრამ ერთ იმას პატივს გცემ. ავიღე ფურცელი, ცარიელი ფურცელი, დავაწერე რიცხვი, წელი, რიცხვი, თვე და დავარტყი ისა ბეჭდები 1-7-ჯერ. ეხლა რატო მეგა? ტექნიკა წავიდა ძალიან წინ. გასაგებია. თურმე ხელწერილი რო იქნება და რამე არა, პატრონი თუ გამოუჩნდება რა, უცხოეთში ექსპერტიზას ატარებენ. ის ყალბიწერილი ეხლა არის დაწერილი 10 წლის წინ არის ისა დაწერილი, ჩნდება ის. ესე იგი ასაქსი იმას იღებენ დროს. გასაგებია მის. ხო და დავარტყი ეს ბიჭედი რომ არ თქვა, ანუ აი მე შევქმენი ესა და ეს. რა თქმა უნდა, გინტური ეცა ტელეფონს. ტელეფონს ეცა, ურეკავს ადეიშვილს, ადეიშვილი არის პრაღაში იუსტიციის მინისტრების სემინარიაზე. ხო და არ იღებს ყურმილს, არ იღებს, ამან იფიქრებს, იჭერენ. თვითონ არ მოვიდა, იმიტომ რომ ისეთი სავარ ნერვიული რო ტყილია რა, ვაგინებდი ნამდვილად. და მოვიდა ერთი მაგის ტყუპის იყო ძმა, ხო და ერთი ჩემი ახლობლისის იყო მეგობარი და მეორე მაგისისა მეგობარი. ხო და მომიტანეს ორი დიდი ჩანთა. რა იყო ამ ჩანთაში? ამ ჩანთაშიო არისო $1,200,000 და მე ვთქარი ბიჭო $1,200,000 ერთ კეისში ეტევა და აგერა უნახეო. გახსნეს 200,000 იყო მარტო დოლარი და 2 მილიონი ლარი იყო მაშინდელი კურსით. გასაგებია. ერთისა მილიონი დოლარის ისა. 10 ლარიანები, 20 ლარიანები პაჩკები, ერთი 800 პაჩკა რა. მოკლედ ბანკშია რა. 3 საათი ოპერატორი თვლიდა მანქანაზე. მე ვთქარი ეს $1,200,000 დანარჩენი მეთქი და გამოძიებას აქვს დრო. ვადავ. ეხლა თუ ეს ქალიო წავიდაო ციხეში, მაგ $1,200,000-საც აგახევენო. ესე ვიმთვეს რა. გესი წაიღეს, ფული ხო წაიღეს, ეს შენობა წაიღეს. დაგვიწერეო რომ არჩივი ხარო თორე საკანში თუ შევიდა ეს ქალიო რაღაცისა მოგცემსო. კიდევ ისა გიმეორებთ მაგ ფულსაც აიღებენ. აცალეო დრო, აი 1 საათში მოგიტანა ამდენა ფულიო. აცალეო 1, 3, 4 დღე და მოგიგონებს დანარჩენსაო და მოგიტანს. ის თაღლითები ცნობილი. ხო და ცნობილი. დაწერეო ეხლა რომ აღარ უჩივი ხარო თორე საკანში თუ შევიდაო, всё, დაკარგული და დავწერე მეს რა მექნა. დავწერე ჩამოვიდა ადეიშვილი, რომ თქვა ჟარგონზე გაიასნეს ერთმანეთში. მერაბიშვილმა და ეს დამიკიდეს. ბატონ თამას, ხა ჩვენ ძალიან ცოტა დრო რჩება და მინდა რომ 1-5 წუთში რომ იქნებ ჩავდიოთ. ეს ქალბატონი ეგრეთ წოდებული ვირისაბანოში მაინც მოხდა. ქართული ოცნების პირობებში. აი მოკლედ რო ვთქვათ, თუ შეიძლება. მანამდე ეს აიყვანეს 2023 წლის 7 ოქტომბერს. მაგრამ მანამდეც 2 წლით ადრე გავიხედე ტელევიზიას უყურებ. დაიჭირეს და ხალხი ედავება ამხანაგობა, საამშენებლო ამხანაგობა გააკოტრა.
შეჭამაო $700,000 თუ რაღაცაა და 50,000 ლარად გირაოდ გამოუშვეს. შეიძლება გაგიჟდეს კაცი. და შემდეგ დაიჭირეს 2023 წელს ის. 23 წელს დაიჭირეს. რო დაიჭირეს, ეხლა მითხრეს რომ მაგას უკვე აღარაფერი აღარ ეშველებაო. რა თქმა უნდა, მაშინვე გავქანდი და ხო. მიუტანეთ და შევიტანეთ, მყავდა რაღაცები და შეუტანეს გენერალურ პროკურორს დაუგდეს ჩემი ისა. საბუთები, დოკუმენტები, რაები ქონდა მაგას ჩადენილი, ხო? ჩემისა ჩივილი. თანაც ისიც ისა ჩავუწერე რომ სახელმწიფოს გადასახადი დაუმალა 4-დან 5 მილიონი მეთქი. მარტო ისა ეს დოკუმენტებით ქონდა დადასტურებული. კი, ხო და არა დოკუმენტებია 9 მილიონი რო აიღებს დოლარს რა. ლარში რო გადაიყვან 20 მილიონი შემდა. საგები. თუ იმას ითვისებ არა და მოგება არის 20%. კი ბატონო, მეხუთედი. გასაგები. სახელმწიფოს უნდა მისცე. გასაგები. რა არის ეგრე? თქვენ მაშინ მეთქვით რომ ამას გამოუშვებენ, როგორც მე ვიცი რა. ეს ნათქვამი რატომ ახლა რატომ? როგორც კი ისა შევიტანე მაგი ერთ კვირაში წამიყვანეს უკვე გენერალურში კი არა, პროკურატურაში. თბილისის პროკურატურაში. ეს ხდება ქართული ოცნების პირობებში. ეხლა ხდება 23 წლის 14 ოქტომბერს. ოქტომბერი არის, კი ბატონო, მეც ესე მახსოვს ეგ. ერთ კვირაში, ხო და 7 საათი მკითხავს პროკურორის თუ გამომძიებელი. ხო. ვიღაცა აგერა მაქვს მაგის ისა ნიკა ბიგვავა. დაუდებ ერთ იმას დოკუმენტს გავარდება თავისი უფროსებთან იღებს იმას რა ქვია ნებართვას. არა, ინსტრუქციებს იღებს. ხო, ესე არიან, ესე შვები. კარგით ესე. მეორეს დაუდებ, ასე 7 საათი. ახლა წარმოიდგინე შენ და გეუბნებათ ბატონ თამას, მე დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ჩვენ მალე უნდა დავასრულოთ, აი თქვენ რაღაცნაირად აი ეს რეზიუმეთ. თქვენ დოკუმენტებს ეუბნებოდით და აღარ გვინდა მეტი დოკუმენტებიო, თუ როგორ გითხრათ, მოკლედ. გამომძიებელმა მითხრა, ბატონო თამაზო, იცი ახლა ამდენი დოკუმენტების გარჩევასო დრო იკარგებაო და აღარ და რახან ეკალიო შევიდაო ციხეში რაო მაგას არავინ გამოუშვებს გა მოკლეო არავინ მაგას არაფერი გამომედი თუ არა რა უთხარი ერთს ახლობლებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეს მეთქი უშვებენ მეთქი არა ბიჭო რახან აი გამოუშვებენ ხო რამდენ ხანში გამოუშვებს 6 თვის მე არა ზუსტად 1 წლის თავზე და 6 თვის მერე არა მეუბნება ბიჭო გამოვიდა ხმა რომ ისე ისა მიყავთო ძიებაო რომ აი როგორც სააკაშვილს რო პიჯაკებზე ხო გასაგები სააკაშვილს ამასაც ესე იგი არაფერზე რა და ჩემი საბუთები ეს არა იგნორირება გააკეთა აი წარმოიდგინეთ გამომძიებელი რო გეტყვის რომ არ არის საჭირო თქვენ როგორ ფიქრობთ რის ფასად გამოდის არ გავჩერდი მე ახლა მოიცადე გეტყვი მე დავწერე საგამოძიებო დეპარტამენტში იქაც ეგრე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იქ ორი ხალი იყო იქაც ეგრე ჩაწყობილი ქონა რატომ ახლა 15 ბინა კი ბაკურიანში დიახ 50-დან 60-მდე კვადრატული აპარტამენტები რო ქვია დიახ სულ ყოფილ მოსამართლეებზე პროკურორებზე იმაზე დიახ თქვენი იმით ეწერა ერთი იყო ზაზა ქიქავა
საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სააკაშვილის დროს. უტიაშვილი კიდე იყო შოთა მაგისი ძმა თუ ბიზაშვილი 100%. ხო და ეხლა ვინ მოკიდებდა ხელს? და იქამდე მივიდა საქმე რომ აქეთ უჩიოდა თავის იმას მომჩივნებს გინტური და ბაჟს არ იხდიდა უმწეოთა სიაში ყოლიათ და ჩემთან რომ წააგო მე რა ისა სასამართლო პროცესი საბოლოო განჩინებას არ ექვემდებარება და უნდა გადაიხადოსო 4000 რაღაცა იმისა რა ქვია აპელაციისა უზენაესის ნაწილის და 7300 ლარი ბიჭო თუ არ გადაუხდია საქმეს როგორ იხილავთ მე ერთხელ შემეშალდა 6000-მდე უნდა ყოფილიყო უზენაესში ბაჟი და 30 ლარი არა დოლარის კურსში რო გადავახურდა ვერა დააკლდა არ მიიღო იმან მომწერეს უცბად რომ ხარვეზიაო და გამოასწორო იჩქარაო ბატონ თამას ერთი სიტყვით თქვენ აი რაღაცნაირად დავამთავროთ უკვე სამწუხაროდ დრო ამოიჭრა 10 მილიონი როგორც ისა გამოვიდა 10 მილიონი აახიეს მოხსნეს გენერალური პროკურორი მოადგილე დეპარტამენტის თავმჯდომარე ეს მაინც არის ამ ფულმა გამოუშვა ეს ქალი რასაც თქვენი აზრით გადაიხადა რასაც ვერ აკეთებს ფული იმას აკეთებს დიდი ფული აი ძვირფასო ქართული ოცნების ბლაღოჩინებოდა მესვეურებო აი ესეთი სამართალი დაამკვიდრეთ თქვენ ქვეყანაში და 52000 კაცი არის საქართველოში ბატონი თამაზის დღეში და თქვენ ვერაფერი სამართალი ვერ აღადგინეთ და შევარცხვინე მე თქვენი სამართალი და თავს ლაფი დავასხი მე თქვენს სამართლიანობის აღდგენას ხართ გარიგებულები შეთანხმებულები კუდები გაქვთ გადასკვნილი ერთმანეთთან და ეგ არის თქვენი სამართალი დიახ ისა ვთქვა პირადად ვიცნობდი 2 ამერიკის ელჩს დიახ 96 წელია თუ რაღაცა მირეკავენ მაშინ არა 94 წელი მობილური არ იყო დიახ და ბინაში რეკავს საკლაფთაშორისო ზარი იქ დიახ კი სტეფტი შეხვდა თქვენ თუ ორჯონში და ამერიკის საელჩოდან გირეკავთ მე ვთხარ შეგეშალათ მე დავდე დარეკეს კი გელაშვილის ბინა ერთს უნდა თქვენი სანახვაო მე ვთხარი მე საქმე არ მაქვს მეთქილში თვითონ გეტყვისო ჩამოდით მეთქი და დაგვხვდებით არაო თქვენ მეორე გესი გაქვთო ორხევშიო აეროპორტისკენო თქვენ საიდან იცით ჩვენ ყველაფერი ვიცითო მე კი და ამერიკის საერთო მართავს ქვეყანასთან ჩამოვედი 10 საათზე მოვიდა ამალით 30 კაცით ინგლისური იციო მე ვთხარი არ ვიცი მე სიტყვა არ ვიცი მეთქი რუსულიო მე ვთხარია ვირასედი რუსკიხ Общение было на русском только. Вот, как раз მეცისა ვიციო. კი, იცოდა მარუსულიანი. ყველა მიცის. არა, საიდან იცით მეთქი და მეო თქვენამდეო მოსკოვში ვიყავიო ერთიო. კი, ბატონო, იყო. და თქვენაო თეთრი ხევსო, ყიდითო თბილისის მერიასო გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასათო და ჩუქნითო გესწოდა. საიდან იცით მეთქი თქვენ ამეთქი იმიტომ რომ ჩვენ არა ვილაპარაკეთ ორმა კაცმა და მეთქი თქვენ საიდან ყველაფერი ვიცითო ჩვენო не продавай-гес ты будешь супер миллионером ასაგებია ხო და მე ვთქარი მაშინ ისა მოგვეხმარეთ მეთქი აქ დაცემლობაა არ იხდიან მეთქი აი ეს ამ გესა მეთქი თეთრი ხევი გეს 31 მილიონი კილოვატ-საათი გამოვიმუშავე მე ვთქარი. კაპიკი ფული არ მომცეს მე ვთქარი და აი ამ 31 მილიონი ფულს 12 კილოვატ-საათის ფულს რაც უნდა გასაგებია ხომ ეს გეს მეთქი ჩუქნი მეთქი და
მომეხმარეთ მეთქი ქუჩა. არა, ჩვენო მოხმარი არ შეგვიძლიაო. ჩვენო შეგვიძლიაო რჩება. გამახსენდა ქართული გამეცინა რა ანეკდოტი და რას იცინიდა. Мајцал, скажи что. Есть такое место внутри Грузии, Кахети. Анекдот есть внутри. Какой да? Плохой очень внутри. Арарам. Კარგი, მოდი მაგას ეხლა ნუ არ ვეთქვი მაგას ეხლა. კარგი, დავასრულოთ ჩვენ მეგობრებო. მეორე. დიახ. დეპუტატი რო ვიყავი. დიახ. მაშინ ისა მივწერე ერჩს ამერიკეთში უკვე იყო სხვა და მოვიდა პარლამენტში სპეციალურად ჩემთან. და მოუყევი როგორ აფუჭებენ გესებს, როგორ ყიდიან ჩალისპასად, სპეციალურად რას და კორუფცია როგორ იყო ენერგეტიკაში. ხო და მომცა ვიზიტკა. მე ახლა გადამიყვანებენ სახელმწიფო დეპარტამენტშიო. დიახ. და შენო ნებისმიერ დროს ჩამოდიო ჩემთანო. აგერ გააკო ჩემი მობილურიო და თუ რამეო უკანონოდ მოდეცნენო მოდიო ჩემთანო არაფრით ამერიკელებთან არ მივალ მე იმიტომ რომ მე მაგათი არ მწამს ეს ერთი მეორე ჩემი ქვეყნის ამბავს არ გავიტან იქ მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ უკაცრავად და მივქარე გასაგებია იმიტომ რომ ძალიან ჯეროდა სამართლიანობა რომ აღდგენდა აი ყოველ 6 თვეში გამოძიება მიმდინარეობს რა თუნდა ახლა ეს ბატონ თამას ძირფას რომ მეგობრებო დიდი მადლობა აი ესეთი არის სამართალი საქართველოში და ესეთი არის დანაპირები სამართლიანობის აღდგენა საქართველოში სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი ქველმოქმედი ცნობილი კაცი ცნობილი პიროვნება კარგი ქართველი კაცი ბატონი თამას გელაშვილი მე დიტო ჩუბინიძე ვარ მომავალ სამშაბათამდე კარგად ბრძანდებოდეთ